მოგესალმებით, ალბათონებო და ბატონებო, კოლეგებო, დამცრე საზოგადოება. კომიტეტის წევრებს მიმართავ პირველ რიგში დარიგებული გაქვთ დღის წესრიგი და უნდა დავამტკიცოთ თუ რამე შენიშვნა არა გაქვთ. თუ არ არის გენსუყრი დავამტკიცოთ არსებული დღის წესრიგი. პირველი საკითხი არის პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე, რა თქმა უნდა, გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, ეს არის პაკეტი. მოხსენებელი არის ბატონი არჩილ გორდულაძე, თხოვოთ მას წარმოგიდგინოს ეს პაკეტი. მადლობა ბატონს თავმჯდომარე კოლეგებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინიციატივას. ბატონ თავმჯდომარე, თქვენის ნებართვით ზოგადად პაკეტთან დაკავშირებით სრულად მოგახსენებთ და არა თითოეული კი, რა თქმა უნდა, მისაღებია. კი ბატონო. ერთიანად ჯობია. მით უმეტეს პირველი მოსმენაა და კი ბატონო. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ის უფლებამოსილებები, ის საქმეები, რომელზეც გამოძიებასაც ახორციელებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, საქართველოს პროკურატურას. შესაბამისად, სამსახური უქმდება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ერთი მხრივ როგორც გამოძიების ეფექტურობას და ზოგადად სისხლისამართლებრივი საქმეების წარმართვის ეფექტიანობას, ამავდროულად ის ბუნდოვანება, რომელიც არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით, იქნება აღმოფხვრილი და მოგახსენებთ რა ბუნდოვანებასაც გულისხმობთ. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს თუ რა ორგანოები არსებობს ჩვენს რეალობაში და სამართლებრივ სისტემაში. ყველასათვის ცნობილია, რომ ესენი არის, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო, არის სასამართლო სისტემა, აღმასრულებელი ხელისუფლება და ამავდროულად არსებობენ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები. ამასთან ერთად გამოძიება წარმოადგენს უმაღლესი ორგანოებისთვის, სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებას და ეს ორგანოები პირდაპირ განსაზღვრული არის კონსტიტუციითაც. ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირდაპირ განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით არ არის, არც რომელიმე სხვა შტოს შემავალია, ლოგიკურია, რომ ვერ იქნება შემავალი და იმისათვის, რომ დამოუკიდებელი არ იყოს ის ვალდებულება, რომელიც აღებული ქონდა და გვაქვს, როგორც ქართული ხალხის წინაშე, ასევე ჩვენს პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ მუხლებთან, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩადენილი მაგალითად საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ამაზე გამოძიება განახორციელოს დამოუკიდებელმა ორგანომ. დამოუკიდებელი ორგანო, იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო არაერთხელ გამეორებია, როგორც ინიცირების დროს, ასევე სხვადასხვა კომენტარის გაკეთებისას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია, რომ არსებობდეს ჩვენ სამართლებრივ სისტემაში იმაზე უფრო დამოუკიდებელი ორგანო, ვიდრე კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოა, რომლის დამოუკიდებლობის გარანტიაც და საფუძველიც არის უზენაესი კანონი. შესაბამისად, ასეთი ორგანო არის პროკურატურა და აღარ არის საჭიროება იმისა, რომ ბუნდოვანი სტატუსის მქონე სხვა დაწესებულება არსებობდეს. ეს არის ძირითადი არსი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი არის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი ერთი შეხედვით ტექნიკური, მაგრამ უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც ეხება მაგალითად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაცემას, გამოძიების ქვემდებარეობის განსაზღვრას და დაცული ინფორმაციის გადაცემას, ეს ყველაფერი განისაზღვრება, რა თქმა უნდა, კანონით, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, კიდევ მომავალში გაგრძელდება მსჯელობა, ჩვენ წინ გვაქვს წამყვანი კომიტეტიც, გვაქვს პირველი, მეორე, მესამე მოსმენით განხილვები და შესაბამისი ცვლილებები შესაძლებელია, რომ ამ კუთხით იყოს ასახული. ამავდროულად ის პრინციპი, რაც არის ზოგადი, რომ გენერალური პროკურორი განსაზღვრავს ქვემდებარეობას გამოძიებაზე პასუხისმგებელი ორგანოების ქვემდებარეობას, ეს კვლავ ნარჩუნდება, ყველა საკითხი, ყველა მუხლი, რომელიც იყო სპეციალური საგამოძიებაში გადადის პროკურატურაში, გარდა რამდენიმესი, რომელთა ქვემდებარეობასაც განსაზღვრავს გენერალური პროკურორი, როგორც ზოგადად სხვა მუხლებთან დაკავშირებით ანალოგიური წესი მოქმედებს და რა თქმა უნდა, აქაც საპროკურორო ზედამხედველობაც ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი, თუ მაგალითად კონკრეტულ დანაშაულს ჩაიდენს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირდაპირ პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში გაწერილ დანაშაულებს ჩაიდენს პროკურატურის თანამშრომელი, მასზე საპროცესო ზედამხედველობას ზედამხედველობას განახორციელებს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. ეს ისე როგორც აქამდე მოქმედი რედაქცია იყო, მომავალშიც იგივე გაგრძელდება და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ საზოგადოებისას რომ განმარტოთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი იძიებდა კონკრეტულ დანაშაულებს, მაგრამ მასზე ზედამხედველობას და საპროცესო ხელმძღვანელობას ისედაც ახორციელებდა საქართველოს პროკურატურა. შესაბამისად, ეხლა ეს ორი ერთად იქნება და როგორც სხვა საქმეებზე გრძელდება გამოძიებები და სასამართლოში ბრალდების განსაზღვრა, ზუსტად იგივე იქნება წარმოდგენილ მუხლებთან დაკავშირებითაც. თუ არის, ეს არის მოკლედ, რაც შემიძლია გითხრათ, სხვა კანონპროექტებში ძირითადად არის აბსოლუტურად ან ტერმინოლოგიური, ან ტექნიკური ცვლილებები წარმოდგენილი, თუ იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, მზად ვართ რომ გიპასუხოთ. მადლობთ ბატონო არჩილ, პირველ რიგში მივმართავ კომიტეტის წევრებს, ხომ არა გაქვთ შენიშვნები, მოსაზრებები, კი შეკითხვები? ასე არ არის, ასეთი არ არის. დამცირ საზოგადოებიდან ხომ არა აქვს ვინმე სამე მოსაზრება? არც აქ არ არის. მადლობა უთხრათ ბატონ არჩილს კანონპროექტთა პაკეტის წარმოდგენისათვის. და მეორე საკითხის განხილვის შემდეგ უყურით თქვენს ამას. და რა თქმა უნდა შესაბამისი დასკვნა გადმოეცემა იურიდიულ კომიტეტს. მადლობა ბატონ თავიდანვე, მადლობა კოლეგებო. თუ ბატონ არის შესაძლებელი რომ ეხლავე უყაროთ, უმჯობესია, იმიტომ რომ სამსა დასკვნას დროულად გადაეგზავნებათ. კი ბატონო, ასე ჯობია ორგანიზაციულად დაგეთანხმებით. მაშინ კომიტეტის წევრებს მიმართავ, ვინ არის მომხრე პირველი მოსმენით განხილვისათვის, კეჭის უყაროთ ამ საკითხს პაკეტთან ერთად, რა თქმა უნდა. მადლობთ. მომზადდება ახლა შესაბამის დასკვნა დროულად მოგეწოდებათ. გადავიდეთ თქვენი ცემბართვით დღის წესრიგის მეორე საკითხზე. ეს არის თავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, უკვე თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ესეც პაკეტია და შესაბამის გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წარმოადგენს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გრიგოლ გიორგაძე, ვთხოვოთ მას წარმოადგინოს ეს პაკეტი. მადლობთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, თავდაცვის კოდექსმა მნიშვნელოვნად და ფუნდამენტურად შეცვალა სამხედრო აღრიცხვასთან და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული მიდგომები და თავდაცვის კოდექსის ფარგლებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს. იცით რომ შეიცვალა ვადები, ასევე მთავარი მნიშვნელოვანი ეს იყო რომ სხვა უწყებების ნაცვლად მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაევლიან წვევანდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს. აქვე აღსანიშნავია ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, რომ პრაქტიკულად 100% გვაქვს დაკომპლექტება მიმდინარე ეტაპზე წვევამდელების, აქედან 45%-ზე მეტი ნებაყოფლობითი რეგისტრაცია განახორციელეს და სწორედ ჩვენ ამოცანას წარმოადგენს, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური იმდენად მიმზიდველი იყოს და სასარგებლო იყოს ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რომ ნებაყოფლობით მოხდეს ამ სამსახურის გავლა. რა თქმა უნდა, რეფორმა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ამისათვის შეიქმნა მნიშვნელოვანი საფუძველი თავდაცვის კოდექსის სახით და მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პარლამენტს ამისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში გამოიკვეთება ხოლმე აუცილებლობა საკითხების დაზუსტების, სრულყოფის და სწორედ წარმოდგენილი პაკეტი, ცვლილებათა პაკეტი ამ მიზანს ემსახურება. როგორც ტექნიკური ხასიათის გასწორებები გვაქვს, ასევე წარმოდგენილია შინაარსობრივი ცვლილებებიც, კერძოდ ახლებურად ჩამოყალიბდება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ფუნქცია და თავდაცვის ძალების პერსონალის სპეციალური სამხედრო განათლების უზრუნველყოფის ნაცვლად მიეთითება თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ვინაიდან სარდლობა ახორციელებს როგორც სპეციალურ, ასევე საკარიერო სამხედრო განათლებასთან დაკავშირებულ კომპონენტებს, ხოლო ტერმინი სამხედრო განათლება მოიცავს ორივე კომპონენტს. უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მინიჭება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი კურსის გავლის შემდგომ
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მიენიჭება ქვედანაყოფში ჩარიცხვისთანავე, გაუქმდება ცენტრალური გამწვევი კომისია, რადგან აღარ არსებობს ამის საჭიროება, ვინაიდან ეს კომისია დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა უწყებებით, რომლებშიც ხდებოდა მანამდე წვევამდელების გაწვევა. გაწვევაზე გადაწყვეტილება მიიღება სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ, რათა მაქსიმალურად მკაფიოდ იქნეს განჭვრეტადის გასაწვევი კონტინგენტი გაწვევის პერიოდისათვის. სამხედრო მოსამსახურის შვებულებით, საუბარი ანაზღაურების გარეშე შვებულებაზე, სარგებლობის 6 თვემდე პერიოდი გაიზრდება 1 წლამდე. შვებულების გამოყენების შესაძლებლობა იქნება ნაწილ-ნაწილ და სამხედრო მოსამსახურის მეთაურთან, ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ზუსტდება თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავდაცვის მოხალისეს შესაძლებლობა მიეცემა დაგეგმოს და განახორციელოს სწავლებები. მოხალისეთა ორგანიზაციებს დაეკისრება ვალდებულება თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოიყვანონ თავდაცვის ძალებში არსებულ სტანდარტებთან და CP თავდაცვის მოხალისე იქნება მოხალისეთა ორგანიზაციების მმართველი ორგანოს წევრი, რაც კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას გააზრდის და ეფექტიანი იქნება თანამშრომლობა. ეს რაც შეეხება თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს, თანდართული კანონპროექტები, 4 კანონპროექტი გახლავთ და მოკლედ მოგახსენებთ ამის თაობაზე. პირველი ეს გახლავთ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებები. დღეს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას პირმა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს, ამ სამსახურში ჩარიცხვამდე ან მისი გავლის დროს უარი განაცხადოს და გამოთქვას სურვილი გაიაროს სამხედრო სამსახური. ვინაიდან და შესაბამისად უკვე ამ ცვლილებით დაზუსტება, რომ პირი, მათ შორის 27 წლის ასაკის პირი, ანუ ვინც 26 წლის იყო და მოგეხსენებათ 27 წელს უკვე ვალდებულება აღარ არსებობს, მაგრამ უნდა დასრულდეს ეს სამსახური, ამიტომაც არის 27 წელი მითითებული, მისი სურვილის შემთხვევაში გადაყვანილი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ამასთან განხორციელდება გარკვეული ტექნიკური და ტერმინოლოგიური ცვლილებები, რაც შესაბამისობაში მოიყვანს ამ კანონს თავდაცვის კოდექსთან. მეორე თანდართული კანონპროექტი ეს გახლავთ საჯარო სამსახურის შესახებ. დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელი არის, როდესაც გაწვევა ხდება საჯარო მოსამსახურის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ უფრო მეტი არის ეს ხალხასი, ვიდრე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ამ შემთხვევაში უნარჩუნდება ეს ხელფასი და უკვე თავდაცვის კოდექსით ეს არის მოცემული და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მოვა შესაბამისობაში თავდაცვის კოდექსთან და იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ხელფასი, უკვე საჯარო სამსახურში ხელფასს აღარ მიიღებს. ანუ ერთ-ერთი უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალი იქნება. ამასთან საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რომელი ხელფასი უფრო მაღალია. მესამე თანდართული კანონპროექტი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ და ხორციელდება ძირითადად ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები. ხოლო რაც შეეხება ბოლო მეოთხე თანამდებობ კანონპროექტს, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის გავლასთან, კერძოდ სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის მარეგულირებელი ნორმების დარღვევასთან და ბუნებრივია, თითოეული მათგანი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ მექანიზმს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას აქვს დიდი მნიშვნელობა. და ამიტომაც ჩვენი ცვლილებებით ხდება ასე ვთქვათ უფრო ოპერატიულად ამ გადაწყვეტილებების დროულად მიღება და აღსრულების პროცესის შემოღება, რაც გულისხმობს ოქმის ნაცვლად პირდაპირ დადგენილების გამოტანას. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა, ან მისი გავლის თავის არიდება გაწვევისათვის სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით. გარდა ამისა, არსებული მოცემულობით სამხედრო მოსამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-45 პრიმა 176 მუხლებით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახდენს თავდაცვის სამინისტრო. ცვლილებით სამინისტროს ქვემდებარე იქნება მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევები და ასევე აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესებისათვის იქ, სადაც იქნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა განახორციელოს დაკავებაც.
ეს არის მოკლედ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტზე, კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობას მოგახსენებთ. ბატონებო, პირველ რიგში კითხვა მაქვს კომიტეტის წევრებთან, ხომ არა გაქვთ კითხვები? დიახ, გთხოვთ. მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ გაწევა აი ესეთი მაღალი პროცენტულობით მიმდინარეობს და განსაკუთრებით, როდესაც ნებაყოფლობითი გაწეულები, ყავს წევამდელები თითქმის ნახევარი, ხო? ფაქტიურად როგორც ვახსენეთ. ეხლა უბრალოდ რომ გავმარტოთ, ახსენეთ, რომ უხდება ცენტრალური გამწვევი კომისია, ხო? ერთი ეს მაინტერესებს, ანუ მუნიციპალიტეტებშიც როგორ არის ეს და ეს უხდება თუ არა. და საჯარო სამსახურიდან გაწვევის შემთხვევაში თვითონ საჯარო მოხელის უნარჩუნდება თუ არა ის პოზიცია, რა პოზიციაზეც მუშაობდა და შეუძლია თუ არა დაბრუნდეს მერე უკან ისევ თავის სამსახურში. მადლობა. გთხოვთ. დიახ, უპასუხებთ. რაც შეეხება ცენტრალურ გამწვევ კომისიას, ეს შემთხვევაში არ არის მუნიციპალიტეტებში მანამდე არსებულ კომისიებზე, როგორც იცით, თავდაცვის კოდექსმა სწორედ რეფორმის ერთ-ერთი მიზანს ეს წარმოადგენდა, რომ ცენტრალიზებული ყოფილიყო და მუნიციპალიტეტებიდან ეს დელეგირებული უფლებამოსილება გადმოვიდა თავდაცვის სამინისტროში და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს ამ ფუნქციას და შესაბამისად უკვე ჩვენც ამ გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს განყოფილებებში არსებული კომისიები ახორციელებენ შესაბამის ფუნქციებს. ეს ცენტრალური კომისია დაკომპლექტებული იყო იმ სახელმწიფო უწყებებიდან, სადაც ხდებოდა წვევამდელთა გაწვევა რეფორმამდე, მოგეხსენებათ ეს იყო ძირითადად ძალოვანი უწყებები, შესაბამისად რეფორმა განხორციელდა და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროშია გაწვევა და უკვე დაკარგა, ასე ვთქვათ, აზრი ამ კომისიამ. რაც შეეხება მეორე კითხვას, დიახ, საჯარო მოსამსახურეს, რომელიც გაწვეული იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, მას უნარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე ხელფასი იმ შემთხვევაში, თუ ის მაღალია, როგორც აღნიშნეთ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის ხელფასთან და არამხოლოდ საჯარო მოსამსახურეს უნარჩუნდება პოზიცია, არამედ კერძო იურიდიულ პირებში მომუშავე პირებსაც უნარჩუნდებათ პოზიცია, ოღონდ აქ ხელფასის გარეშე. თუმცა ჩვენთან გაზრდილი არის სოციალური პაკეტი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, როგორც ხელფასი, ასევე დაზღვევა, სხვადასხვა ბენეფიტები და შესაბამისად რა თქმა უნდა, ესეც მორგებული პირობაა ახალგაზრდებისათვის. მე რამდენადაც ვიცი, ბატონო გრიგოლ, ინიციირების შემდგომ რაღაც დამატებითი ის შემოვიდა წინადადებები ექსპერტებისგან და დაინტერესებული პირებისგან და ხომ არ გააჟღერებდით ამასაც? თუ გაქვთ ამ შესაძლებლობა ახლა? დიახ, დიდი მადლობა. მოგეხსენებათ, კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს და ჩვენს კოლეგა უწყებებთან, ექსპერტებთანაც და ასევე თვითონ უწყებაში და წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომ გარკვეული ასე ვთქვათ დაზუსტებები მოხდეს და ცვლილებები შევიდეს კონკრეტულ მუხლში. პირველი საკითხი ეს გახლავთ თავდაცვის კოდექსში. უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის შესაძლებლობა დღის მდგომარეობით პირს აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე. პირს ოფიცრად მომზადების აქტუალობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ ხსენებული პროგრამის გავლის საშუალება მიეცეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირსაც. ანუ დღეს იყო სტუდენტებისათვის, ან მას, ვისაც აქვს უმაღლესი განათლება, ბაკალავრის დიპლომი და ასე შემდეგ და ჩვენ გვინდა რომ გავხსნათ შესაძლებლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც აქ გარკვეული ინიციატივები არის და პირიქით ჩვენი ინტერესია რომ რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვათ რეზერვის ოფიცერი გვყავდეს და სწორედ ამ შესაძლებლობის მიცემას ითვალისწინებს წარმოდგენილი დამაზუსტებელი საკითხი. აღნიშნული უნდა აისახოს 51 მუხლში მე-11 ნაწილის დამატებით, ამასთან რეზერვში ჩარისხვასთან დაკავშირებით გამონაკლის ნაწილში დაემატება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. კერძოდ 51 მუხლის მე-10 ნაწილში და 94 მუხლის მეორე ნაწილის გვეფებში. ეს რაც შეეხება პირველ საკითხს, მეორე საკითხი ამავე თავდაცვის კოდექსში ცვლილებას ეხება. განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, კერძოდ სერჟანტის შემადგენლობა არ არის დაყოფილი კატეგორიებად, შესაბამისად 53 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტში უმცროსი წილადი, უფროსი წილადი მთავარი სერჟანტის შემადგენლობის ნაცვლად მიეთითება სერჟანტის შემადგენლობა. ეს მეორე საკითხი, მესამე საკითხი
ისევ თავდაცვის კოდექსზე 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადა გახდა დიფერენცირებული, როგორც მოგეხსენებათ 6-8-11 თვე. შესაბამისად, მიზანშეწონილია გაწვევის კრიტერიუმები განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით. ამასთან პირი საკუთარი სურვილით ვერ იქნება გაწვეული მის მიერ არჩეული შესაბამის სახეობაში, თუ იგი ვერ დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, ან ეს სახეობა გაწვევის მომენტისათვის იქნება დაკომპლექტებული და ბუნებრივია ეს გამოურიცხავს გარკვეულ უხერხულობებს. ამდენად მიზანშეწონილია შესაბამისი ნორმები აისახოს თავდაცვის კოდექსში და 77 მუხლს დაემატოს 21 ნაწილი, ხოლო 72 მუხლს მე-13 და მე-14 ნაწილები. მეოთხე საკითხი სიახლის მიხედვით თავდაცვის კოდექსით განისაზღვრება სამხედრო წოდების დროებით მინიჭების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიზანშეწონილია დაზუსტეს, რომ სამხედრო წოდების დროებით მინიჭების პერიოდი არ იქნება გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან გათანაბრების მიზნებისათვის და ჩაითვლება რიგითის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის სტაჟში. ამდენად 72 მუხლს დაემატება მე-12 ნაწილი. ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კონსულტაციების შედეგად ის რომ არ ყოფილიყო სხვადასხვა ინტერპრეტაციები, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის მოსამსახურეებზე არის და იმ კონკრეტულ პროგრამაზე 11 თვეზე, ამისათვის ასე ვთქვათ, ეს სიცხადისთვის შემოგვაქვს ეს დაზუსტება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პროექტის პირველი მუხლის მესამე ნაწილი წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 220 მუხლის პირველი ნაწილის B ქვეპუნქტიდან და მეორე ნაწილის A ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნეს მითითება ელექტრონულ საახსრულებო ფურცლებზე, ასევე მეორე ნაწილიდან ამოღებული იქნეს B ქვეპუნქტი, ხოლო G ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, ვინაიდან არ არის აუცილებლობა მიეთითოს ელექტრონული, ასე ვთქვათ, იმოდის საშუალება და ასე შემდეგ, ის ისედაც ხორციელდება და ჩვენ იურიდიულ დეპარტამენტთან გვქონდა კონსულტაცია და ამ დაზუსტებას ვაკეთებთ. მადლობთ. დიდი მადლობა. ვინაიდან ამ წესით წავედით, ყოველ კონკრეტული საკითხის შემდეგ კენჭს უხრით, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ამასაც ახლა ვეუყაროთ კენჭი. ამ შენიშვნებთან დაკავშირებით გააქვთ რამე? არა გაქვთ. კარგით, მაშინ ამ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გააჟღერა ბატონმა გრიგოლმა, ამ პაკეტს უყაროთ პირველი მოსმენისათვის კენჭი. ვინ არის მომხრე? მადლობთ. ერთხმად იქნა მიღებული, ამიტომ დანარჩენს აღარ დავასახელებ. მადლობას მოვახსენებ მოხსენებას. ვინაიდან მესამე საკითხის მომხსენებელი მე ვარ, ამდენად სხდომას ბატონი გია ბენაშვილი განაგრძობს და მე მოგახსენებთ მესამე საკითხის თაობას. მოგზავნით. მოგესალმებით, კოლეგებო, წარმოგიდგენთ დღის წესრიგის მესამე საკითხს. ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე დაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაშვილის, არჩილ გორდულაძის, რატი ივანათონიშვილის, იოსებ ჯორბენაძის, გენრიეტა წიწავას, ზვიად შალამბერიძისა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები, საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ და თავმდები პროექტები. გთხოვთ ბატონ თენგიზ. მადლობთ ბატონ გია. ესე იგი, წარმოგიდგენთ საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს პაკეტთან ერთად, როგორც აღნიშნავს მის თავმჯდომარემ. პროექტი თქვენთვის ცნობილია, დარიგებული იყო წინასწარ. ბევრი ჩვენგან ინიციატორიც არის ამ კანონ პროექტის. ამდენად მოკლე პოსტულატებით მოგახსენებთ რა ძირითადი ცვლილებები შედის და შემდგომ თუ რამე შეკითხვები იქნება, ან დაზუსტებები იქნება საჭირო, მზად ვარ ამ შეკითხვებს და დაზუსტებებზე გაგცეთ პასუხი. არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, შეიქმნება შემდეგი სიტუაცია. დაზვერვის სამსახური გარდაიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად და მისი სახელწოდება იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსს და მის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ეს საერთო წესია საქვეუწყებო დაწესებულება, თუ ის ამის საქვეუწყებო დაწესებულება ჩვეულებრივი ასეთი წესით ხდება და აქ არაფერი სიახლე არ არის და გამონაკლისი არ არის.
ეროვნული სადაზვერო სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე ეროვნული სადაზვერო სააგენტოს სამსახურებრივ ზედამხედველობას ასევე უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს. რა თქმა უნდა, მისი უწყების საქმე უწყებო დაწესებულებაზე ის არის განმახორციელებელი ზედამხედველობის აქაც ამის სიახლეს აღთავაზოთ უბრალოდ ეს უნდა აღნიშნულიყო კანონპროექტში და რა თქმა უნდა აღნიშნულიც არის. ეროვნული სადაზვერო სააგენტოს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი შემდეგი ფორმებით გახორციელდება. ეროვნული სადაზვერო სააგენტოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და ეს ანგარიში საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 აპრილს წარადგინება. ანუ რა თქმა უნდა ეს ტრადიციულად უსაფრთხოების სამსახური ამბადებში წარმოადგენდა ხოლმე ამას კანონიდან გამომდინარე, მაგრამ აქ ხაზგასმულია ის რომ ამ მოხსენებაში ცალკე ნაწილად იქნება სადაზვერო საქმიანობის თაობაზე გამოყოფილი ესე იგი ინფორმაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 აპრილსა წარუდგენს წინა წლის მოხსენებას და აქაც რა თქმა უნდა ცალკე იქნება გამოყოფილი სადაზვერო უწყების ესე იგი საქმიანობა წინა წელთან დაკავშირებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნდობის ჯგუფისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას საიდუმლო და არასაიდუმლო შესყიდვების შესახებ, მათ შორის ეროვნული სადაზვერო სააგენტოს საქმიანობის სფეროში. შესაბამისად თუ ეს შესყიდვები აღემატება იმ თანხას, რაც კანონით არის განსაზღვრული, რომ ის შემდეგაც ის ვალდებულია წარმოადგინოს ეს ინფორმაცია ნდობის ჯგუფისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნდობის ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნება გამოცხადდეს ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უპასუხოს დაცმულ შეკითხვებს და ასე შემდეგ. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს მოქმედება კანონმდებლობაშიც არის, რომ ამას დაჭირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანხმობა, ანუ მასთან შეთანხმებით ის დამოუკიდებლად შეიძლება გამოძახებული იქნას ნდობის ჯგუფზე და უპასუხოს ნდობის ჯგუფის წევრების შესაბამის შეკითხვებს. საქართველოს სადაზვერო სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების და სახელმწიფო სხვა მატერიალური ფასეულებების გამოყენების და ხარჯვის წესი ხარჯვას განახორციელებს აუდიტის სამსახური სახელმწიფო, ეს ბუნებრივიც არის და რა თქმა უნდა ესეც არის გათვალისწინებული. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგენებით დაამტკიცებს სააგენტოს დებულებას, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას. სააგენტოში ამას მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სამსახურის გავლის წესს, სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის სპეციალური შემოწმების სააგენტოში მიღების წესსა და პირობებს. ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ავტონომიურობას ინარჩუნებს მაღალ დონეზე. მათ შორის ამ ნაწილშიც. ხო, ეს სტანდარტული არ არის. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღების ერთიანი წესი არ იქნება. მას იქნება განსაკუთრებული წესი თავის სპეციფიკიდან გამომდინარე და ამდენად ამ წესით იქნება ეს მიღება, რომელიც მე მოგახსენეთ და არა საერთო წესით, როგორც ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ბატონო? ხო, რა თქმა უნდა, ამ დებულებასაც უფროსი ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. მაგრამ ეს არ იქნება საერთო წესი, რაც არის. ამათთვის ცალკე წესი იქნება, ამას ვამბობ. ანუ ეხლა ხომ არსებობს სამსახურში მიღების ერთიანი წესი, რომელსაც არეგულირებს თავის შიდა აქტით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანუ ეს ცალკე იქნება და განსხვავებული წესი იქნება. და ამ წესის თაობაზე და ყველა ამ საკლით თვითონ სადაზვერო სამსახურის ესე იგი სააგენტოს უფროსი წარუდგენს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე და დაამტკიცებს. ანუ ეს იქნება განსხვავებული წესი, ვიდრე არის ზოგადად მიღების წესი. ამის თქმა მინდა, თორე აქტის გამომცემი ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამსახურის უფროსი იქნება. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ის სხვა წესია საერთოდ საკონსტრუქციო დაწესებულების ხელმძღვანელი როგორი ნიშნება. დანარჩენი ახლა
ყველას კარგად გვესმის, რომ დაზვერვას თავის სპეციფიკა აქვს და საერთო წესი აქ არ გამოდგება, თუნდაც განსაკუთრებული კონფიდენციალურობის გამო. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ეროვნული სადაზვერვო პროგრამებიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და ამასაც მინდა ყურადღება მიაქციოთ. პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეიმუშავებს და დაამტკიცებს სადაზვერვო დავალებებს, სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს, თანამდებობაზე ნიშნებს და თანამდებობებიდან გაათავისუფლეს სააგენტოს მოსამსახურებს, ახლა განსაკუთრებით და გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს. ანუ ისევ ამ ავტონომიურობას მინდა გაუსვა ხაზი. ანუ ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რაც ამ სფეროში გამოიცემა, ყველაფერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კომპეტენცია არ არის. მასაც აქვს იგი თავისი მოღვაწეობის სფეროში ჩამონათვალი იმ ნორმატიული აქტებისა, რომელსაც გამოსცემს დამოუკიდებლად. ამდენად ამით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს სადაზვერვო საქმიანობა უქმდება საქართველოში, ან რაღაცა მექანიკურად ერთიანდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. არ არის ასე. მე რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანეთ, რა თქმა უნდა, ბევრი სხვაც არის ისეთი, რომელიც მიანიშნებს განსაკუთრებულ ავტონომიურობაზე. და ამ სამსახურის უფროსი მხოლოდ და მხოლოდ ამ სააგენტოს უფროსი მხოლოდ სამსახურის უფროსის ზედამხედველობის ქვეშ არის. ანუ ის არ იქნება რაღაცა მოადგილების და იმის კურატორობის ქვეშ. მისი ზედამხედველი უშუალოდ თავმჯდომარეა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ამ სტრუქტურული ცვლილებისა, ძალიან დიდ ავტონომიას ინარჩუნებს და ეს მოსალოდნელიც იყო და სწორიც იყო ეს გადაწყვეტილება. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურებს ეკნებათ ისეთივე მაღალი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები, როგორც დაზვერვის სამსახურის მოსამსახურებს ეხლა მოქმედს. ასე რომ რამე დამცირება ან შემცირება ამ საკითხში არ იქნება, შეუნარჩუნდებათ ყველაფერი ის სოციალურ და სხვა ნაწილში, სამართლებრივ ნაწილში, რაც აქამდე ჰქონდათ. ეს არის ის ძირითადი არსი. განპროექტები, რა თქმა უნდა, ამ სათაურიდან დაწყებული და დასახელებიდან დაწყებული და სხვა სპეციფიკიდან, რომელიც მე ჩამოგისახელეთ, აისახება იმ და სხვა კანონმდებლობაშიც. იქ რაიმე განსაკუთრებული არ არის, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარეობს. ეს არის ამ კანონის არსი და სრულიად პაკეტის არსიც. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო თენგიზ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები და მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნეთ თქვენ, რომ დაზვერვის სამსახურს უნარჩუნდება ავტონომია გარკვეულწილად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კოლეგებო, თუ გაქვთ შეკითხვები ბატონ თენგიზთან? ვინაიდან? ძალიან კარგი. დიდი მადლობა, მაშინ შეგვიძლია უყაროთ კენჭი აღნიშნოს ვინ არის მომხრე ამ კანონპროექტის. მადლობა. წინააღმდეგი ხო არავინ არ არის. კეთილი, დიდი მადლობა. არ ვიცი, მაშინ მე უნდა დავხურო სხდომა და თუ სხვა საკითხი არ არის, სხდომას დახურულად ვაცხადებ.